საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს ეხმაურებიან კანონმდებლებიც, მათი პოზიციები განსხვავებულია. ოპოზიციას პროცესთან დაკავშირებით კითხვები და ეჭვები აქვს, მართლ გუნდში კი არხის დაბალ რეიტინგზე აპელირებენ. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე, არ იქნება საინტერესო. პრემიერ-მინისტრი თანამედროვე და საინტერესო პროდუქტს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ელოდება. გიორგი კვირიკაშვილი არხზე მიმდინარე პროცესებს მიესალმება და იმედოვნებს, რომ ცივილური განხილვის შედეგად საზოგადოება მის მიერ გადახდილი თანხის შესაბამის მაუწყებელს მიიღებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ და გვინდა გქონდეს იმედი, რომ შედეგად პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, რომელსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე. ლიდერის პოზიციას იზიარებენ ქართულ ოცნებაში, მმართველ პარტიაში გადაწყვეტილების უფლებას საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას უტოვებენ, თუმცა ფიქრობენ, რომ რადიკალური ცვლილება არხის რეიტინგს და მაყურებლის რაოდენობას გაზრდის. Am მიიღოს გომართული გადაწყვეტილება, ან გაყვეს დინებას, რომელიც იყო წლების მანძილზე ამავე, ან მიიღოს ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებები, რომელიც აუჯანში შედეგის საფრთხით მოუტანს საზოგადოებრივ მაუწყებელს მეტ რეიტინგს, მეტ მაყურებელს. უმცირესობაში კი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გადაწყვეტილებას უწუნებენ. ირმა ინაშვილი რეფორმას მიესალმება, თუმცა არა გადაცემების დახურვის ფორმით. ნაციონალურ მოძრაობაში კი ვასილ მაღლაფერიძის პროექტის ავტორად ბიძინა ივანიშვილს მიიჩნევენ. ბიძინა ივანიშვილი პირდებოდა საზოგადოებას, რომ დააფინანსებდა დამოუკიდებელ და საზოგადოების ინტერესებში, ესე ვთქვათ, მომუშავე ტელევიზიას. მე რამდენადაც მახსოვს, ამ ინიციატივის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, სულის ჩამდგმელები იყვნენ სწორედ ბატონი ვასილ მაღლაფერიძე და ია ანთიძე და როგორც ჩანს დღეს სწორედ ისევ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასე ვთქვათ, აი ამ გადაკეთების პროექტით ხდება აი ამ პირადი პროექტის განხორციელება. რეფორმა გონივრულად უნდა განხორციელდეს კომპეტენტურმა და პროფესიონალმა ადამიანებმა უნდა განახორციელონ რეფორმა. და ის რომ ტელევიზიიდან დაითხოვ თანამშრომლებს და დახურავ გადაცემებს, ეს რეფორმა არ არის. ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური პროცესების, საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების ფონზე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით კითხვები აქვს სახალხო დამცველს. კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით სხვადასხვა პროგრამების გაჩერება. მაუწყებელს განსხვავებით სხვა მედიისგან აქვს დამატებით ვალდებულება კანონის თანახმად მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებზე და აქედან გამომდინარე ამ ვალდებულების შესრულება არის აუცილებელი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა კანონის ადამიანის უფლებებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კიდევ უფრო მეტად დაზიანდება მაუწყებლის იდეა და მედია პლურალიზმი ქვეყანაში.